ცით რა არის, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაღაცას რო ვიტყვით ახსარებაში, ის აღარ გავიმეოროთ. მაგრამ თუ მაინც მოხდა და მაინც ჩავარდით იგივე ცოდვაში, რა ვუყოთ, ადამიანები ვართ. ეგრე ერთიანად ვერ განვიკურნებით ამა თუ იმ ცოდვისაგან. თუმცა ძალიან კარგია ასეთი რამე რომ გავაკეთოთ. ახსარება მარტო ის კი არა, მე იმ დღეს მრევლსაც ვეუბნებოდი, ახლა ზოგიერთი თქვენგანი ბავშვები მე ვიცი, რომ მოდიხართ აქ უცბად მიჯღაბნით რაღაცას ფურცელზე, რომ აი ეს არის ჩემი ახსარება და მოიტანთ. ეგ თავის მოტყუებაა. ახსარება როგორი უნდა იყოს ნახე. დავუშვათ დღის განმავლობაში რაღაცა შესწოდა. აი ვიღაცა დააგეზრე დავუშვათ. ვიღაცას მოატყუე, რაღაც დაგენანა. იმ წუთშივე უნდა თქვა უფალო, შემინდა ეს ჩემი შეწოდება. მე ახლა დამენანა. მე ახლა დამეზარა რაღაც. ვიღაცის შემშურდა, ვიღაც მოვატყუე. აი ღვთის წინაშე წარმოიდგინო შენი თავი, რომ ღმერთი ყოველთვის გიყურებს. და თქვა რომ აბატია უფალო, მე ვერ შევძელი რომ შენთვის მე ერთგულება გამომეჩინა და რაღაც შენი მცნება შემესრულებინა. მე აქ შემეშალა. გესმით? მეორე დღეს, მესამე დღეს და ყოველთვის თუ ასე ფიქრობს ადამიანი, რომ მე ღვთის წინაშე მოვალევა, რომ მისი მცნებები შევასრულო და სადღაც აღმოაჩენ, რომ სინდისი დაგიმძიმდა. ვერ გააკეთე ისე, როგორც საჭირო იყო. იქვე შენდობა უნდა ითხოვ. და მე ის ყველაფერი, რასაც კვირის განმავლობაში ღვთის წინაშე ითხოვ შენდობას, უნდა მოხვიდე და მოძღვართან ერთადაც ითხოვ ღვთის წინაშე, ღვთისგან უნდა ითხოვ შენდობა. არა მოძღვრისგან. ზოგმა ასე იცის, რომ მიაწერს ხოლმე ახსარების ფურცელს, რომ მამაო მაპატიეთო, მამაო კი ვერ გაპატიებს. არამედ ღვთისგან უნდა ითხოვ შენდობა და მოძღვარი უნდა დაგეხმაროს ამაში. მოძღვარი უნდა დაგეხმაროს და მოძღვრით ხელით ღმერთის შენდობას გაძლევს.